მოგესალმებით ბიბლია ყოველდღე. მეგობრებო, რამოდენიმე კითხვა, ერთი და იგივე კითხვა შემოვიდა, ეს არის მასტურბაციაზე და სანამ გადავალ, ესე იგი, ვისაუბრებ ამასთან დაკავშირებით, ამის შესახებ მინდა გითხრათ ერთი რამ კიდევ ერთხელ, რომ ეს ვიცოდეთ, არ არის, აქ ამაზე არ არის მარტო ცოდვაზე საუბარი, აქ არის ნებისმიერ ცოდვაზე საუბარი და ჩვენ მათ შორის მომაკვდინებელ ცოდვაზე და ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ არ არსებობს, გესმით, არ არის აი ამ ჩვენ პლანეტაზე ისეთი ცოდვა ადამიანმა რომ ჩაიდინოს და ღმერთმა არ მიუტევოს. ოღონდ უნდა ვიცოდეთ 4 რამ. პირველი, უნდა ჩავაბაროთ, ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები და ჩავაბაროთ ეს აღსარებაზე და რა თქმა უნდა გულწრფელად მოვინანიოთ. მეორე, აღარ ჩავიდინოთ ეს ცოდვა, მომაკვდინებელი ცოდვა. მესამე, უნდა გქონდეს სწრაფვა ქრისტეს მიმართ და მეოთხე, უნდა წამდეს, ჯეროდეს იმედი უნდა გქონდეს და უნდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ უფალი ჩვენი განკაცებული იესო ქრისტე ამას ჩვენ გვაპატიებს. ღმერთმა გაგაძლიეროთ თქვენს, მეც და ყველანი. აბა წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ. მოგესალმებით მეგობრებო ყველას. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ეხლა მე არ მინდოდა საუბარი ამაზე, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ, რომ რამოდენიმე დაახლოებით 8, 10 თუ 12 კაცი დავბლოკე, იმიტომ რომ რაღაც შეურაცხყოფელი სახის სიტყვები არის. მე ვერ ვასწრე ფიზიკურად ყველას გაგცეთ პასუხი კომენტარებში დავწერო, ესე დროის უქონლობის გამო და ამიტომ თოდ მაპატიოთ. ეხლა რაც შეეხება იქ რატო მე ვკითხულობ თქვა ნელი ტემპით, იმიტომ მეგობრებო რომ თქვენ კარგად გაიგოთ, კარგად გასაგები იყოს, ეხლა ზოგი არის იქ პატარები ზიან ხო შვილები თქვა და თქვენც რა თქმა უნდა რომ კარგად აღიქვათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და უფრო კარგად გასაგები რო იყოს. კომენტარებში რო წერენ ხა ჩამეძინა მეძინება, ვისაც ეძინება, მიბრძანდეს ბატონო, დაიძინოს, ღმერთმა შეარგოს, მე არავის არ უშლი. ვისაც უნდა მოსმენა, მოусმინეთ, ღვთის სიტყვა, ეს არის ცოცხალი სიტყვა. აქ მე ვსაუბრობ იმაზე, რაც უფალმა ჩვენმა განკაცებულმა ღმერთმა, იესო ქრისტემ დაგვიტოვა ჩვენ და აქ არის სიტყვა. ამიტომ ეს მოკლედ მინდოდა, არ შემეძლო რო არ მეთქვა. რა თქმა უნდა, ამას სიყვარულით ვამბობ. ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ ყველას. მეგობრებო, კითხვა პასუხი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ცოდვაზე, რაზეც ხშირად დუმან, ესე იგი არ საუბრობენ. დღეს ვილაპარაკებთ იმ ცოდვაზე, რომლის გამხელაც ბევრისთვის სირცხვილი არის. არ საუბრობენ ერთმანეთში, ეს არის ესე ვთქვათ ხელსაქმის გატაცება, ანუ ონანიზმი, ანუ იგივე მასტურბაცია. ამაზე ზოგი დუმს, ზოგი ვერ ბედავს კითხვას, ხო? ესე ვთქვათ ერიდება ან რა ვიცი, ტეხავს, ჟარგონს გამოვიყენებ, ხო? კიდე ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ზოგი ფიქრობს, რომ ესე იგი თუ ყველა დუმს, ესე იგი მაშინ ეს ცოდვა არც არის, ხო? მაგრამ რაც არ უნდა ვუწოდოთ მას, იგი რჩება მეგობრებო ერთსა და იმავე ცოდვა. ცოდვა უმანყოებისა და სიწმინდის წინააღმდეგ. ეხლა სიყვარულის ნიჭის წაბილწვა, ნახეთ ღმერთმა სიყვარული ადამიანისთვის წმინდა და მადლიანად განაწესა, როგორც სარწმუნო ქორწინების ნაწილი. ხელსაქმით ადამიანი ამ ღვთივდადგენილ სიყვარულს საკუთარი სიამოვნებისთვის იყენებს და
სულიერად ზიანდება, ესე ვთქვათ, ხო, სულიერად ინგრევა შინაგანა, ხო? ასევე როგორც პორნოგრაფიას, როდესაც უყურებს ადამიანი შინაგანად, ესე იგი ინგრევა. მას შეიძლება ადამიანი იმ წამს ვერ ხვდება, მაგრამ ერწმუნდეთ, რომ ადამიანი რაღაც პერიოდი გავა და ის მას შეახსენებს ნამუსი, სინდისი. ეს ნება ანადგურებს სულს, აქცევს ადამიანს ხორცის მონად, ღუპავს გულს და მოაქვს სულიერი სიცარიელი. ეხლა მეგობრებო, კითხვები, რომლებიც ხშირად ისმის, ნახეთ, ხშირად კითხულობენ. თუ არ ვარ დაქორწინებული, ნორმალურია ეს? ნუ ამის კეთება, ხო? შემდეგი ასეთი კითხვა, თუ ამას ვაკეთებ დაძაბულობის მოსახსნელად, ასე ვთქვათ, ხო? თუ წლებია ვერ ვჩერდები, უიმედოა ხო ყველაფერი, მაშინ რა ვქნა? როგორ მოვიქცე ესე ვთქვათ. მაგრამ ეხლა ნახეთ, რომ მივყვეთ იგივე ლოგიკას, ეხლა შეხედეთ იგივე ლოგიკით რომ ვთქვათ, ხო? თუ ვიპარავ, რადგან მჭირდება, ეს ცოდვა არ არის? თუ ვიტყუები, რომ გადავრჩე, მისაღებია? არა. ცოდვა, მეგობრებო, რჩება ცოდვად. ღმერთი უცვლელია, ხო? მაშინ ღმერთი რო იცვლებოდეს და ასე მაშინ არ იქნებოდა ღმერთი, ხო? ღმერთი არ ცვლის სიმართლეს ჩვენი გარემოებების გამო. ნახეთ ეხლა წმინდა წერილის ხმა. ანუ ახალ აღთმაში რას ამბობს პავლე მოციქული. ნახეთ. ეს არის პირველი კორინთელთა მიერ 6:9-6:10. პირდაპირ ამბობს პავლე მოციქული. ნუ მოიტყუებით არც მეძავენი, არც კერთთაყვანისმცემლები, არც მრუშები, არც მამათმავლები არ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ასევე სიტყვა მალაქიას წმინდა მამები გამარტავენ, რომ როგორც მათ, ვინც თვითსულიერი სიზვით შებილწავენ თავს. წმინდა იოანე კიბისაღწრელი წერს, მეგობრებო, რომ უძღები ვნების დასაწყისი უსაქმურობა და გადაჭარბებული ჭამაა. გესმით? დასასრული სასოწარკვეთა და სიკვდილია. წმინდა იოანე ოქროპირი კი ასე გვაფრთხილებს. უსაქმურობა არის ყოველი ბოროტების ფესვი. ამ ცოდვას ემატება ისიც, რომ ის როგორც წესი ფარულად სრულდება და ადვილად იქცევა ჩვევად, მეგობრებო. რაც ძლიერ აქვეითებს ადამიანის ნებისყოფას, ხო? ეხლა ნახეთ ძველი აღთმის მაგალითები, ხო? წმინდა წერილში ვკითხულობთ ონანის შესახებ, რომელმაც არის სურვა შვილი გაეჩინა და მხოლოდ სიამოვნებისთვის იყენებდა ურთიერთობას. ონანი, ანუ ეს არის ერთ-ერთი შვილი, ჩვენ ამას გავევლით ძველ აღთმაში მივად მოხლამდე და ესე იგი საერთოდ ერთ-ერთი გადმოცემით აქედან ამ ადამიანის სახელისგან მოდის ეს სიტყვა ონანიზმი, ანუ ონანი რო ერქვა ონანიზმი. რომელმაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის სურვა შვილი გაეჩინა და მხოლოდ სიამოვნებისთვის იყენებდა ურთიერთობას. რაც მან გააკეთა, ბოროტი იყო უფლის წინაშე და მოკლა იგი ღმერთმა. დაბადება 38:10. ეს არის ძველ აღთმაში წერია წიგნი დაბადებაში. ესე იგი ეს მაგალითი, მეგობრებო, ცხადად აჩვენებს, რომ ხორციელი ვნებების მარტო სიამოვნებით მოხმარება. ანუ ღვთის წინაშე ბოროტება, ხორციელი ვნების მარტო სიამოვნებით მოხმარება. ეხლა გამოსავალი ვთქვათ, რა ვქნათ, თუ უკვე ჩავარდით, ხო? ესე იგი ამ ვნებაში. აღიარეთ ცოდვად,
ნუ ეძებთ გამართლებას, არ თქვათ რომ ეს ბუნებრივია, ესე იგი ეს ხომ ეს ყველა აკეთებს ამას, სიტყვაზე ან გაუკეთებია, ეს არ არის სწორი, ეს არ არის ასე. ან ყველა ამას აკეთებს, აკეთებდა. ეს არ გიშველით. მოკლედ და ლაკონურად რო ვთქვა. ღმერთი პატივს ცემს მეგობრებო მხოლოდ გულწრფელ აღიარებას. წადით აღსარებაზე, ნუ შეგეშინდებათ, ნუ შეგრცხვებათ. მერწმუნეთ იქ უფრო შეგრცხვებათ. თუ აქ არ ვიტყვით აღსარებაში, აქ მარტო ამაზე არა საუბარი, თქვათ. ყველა ცოდვაზე არის საუბარი, ხო? ნუ შეგეშინდებათ კი, ანუ ღმრთელს არ გაუკვირდება ესა. მერწმუნეთ ბევრი ღმრთელი თვითონაც ახალგაზრდობაში ბრძოლობდა ამ ვნებასთან. ხო? და აღსარება არის კარი განკურნებისკენ, წარმოიდგინეთ, იქ თვით უფალი უხილავად არის ესწრება აღსარებას, ხო? ღმრთელი შემდეგ გადაგიპარებთ თავზე ამ ოლარს და შენდობის ლოცვას წაგიკითხავთ. თვით უფალი ბრძანებს ახარებაში რომ ვისაც მიუტევებთ ის მას მიეტევება ზეცაში. რასაც გახსნით დედამიწა ის გახსნილი იქნება ზეცაში. ეს არის სწორად ამ აღსარებაზე, ნათქვამი, სონდვის მიტევებაზე, ხო? რომელიც შემდეგ მოციქულებს ესე იგი გადაეცა ეს ძალაუფლება, შემდეგ მოციქულებმა დიაკვნებს, ესე იგი მღვდლებს, ეპისკოპოსებს, პატრიარქებს და ესე იგი რომელიც დღემდე ესე იგი მოდის, ხო? ამიტომ წადით აღსარებაზე და ნუ გრცხვენიათ. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გვამხნევებს და წერს, მეგობრებო, თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ის ერთგულია და მოგვა, ესე იგი გვეპატიება. 1 იოანე 1:9. ლოცვა და სულიერი ბრძოლა. ბრძოლები ყველას გვაქვს, რა თქმა უნდა. ბრძოლა იქნება რთული, მაგრამ ღმერთის ღვთის გარეშე შეუძლებელია. ილოცეთ თქვენს ფარველ წმინდანს და ესე იგი ღვთისმშობელს, ხო? იკითხეთ ფსალმუნები, განსაკუთრებით 50 და 90. აი ფსალმუნი 53 ფსალმუში ესე წერია: აჰა, ღმერთი ჩემი დამხმარეა. როგორ შეიძლება ასე იგი წარმოიდგინე ადამიანი რომ არ იკითხულობდეს ლოცვებს. ეს ხო რაღაც სული სუნთქვა არის, წარმოიდგინე როგორც ლოცვა, ფსალმუნები, როგორც ჭამთ ჩვენ ყოველდღე, ხო, საჭმელს, დილით, შუადღეს, საღამოს. ზოგი უფრო მეც ჭამს და ასევე ჭირდება სულის, როგორც ფიზიკურ ჩვენ ხორცს ჭირდება საჭმელი, საზრდო, ასევე ჭირდება მეგობრებო სულსაც, საკვები. თუ არ მეცე მაგას, თუ არ ილოცია, აღსარება არ თქვი, არ წახვი, არ ეზიარე, თუ წელწადში ერთხელ ეზიარებიე და ეს მოგტება სული, აბა რა იქნება, ის ვერ მივა ქრისტესთან, მას გაუჭირდება ქრისტესთან მისვლა. და ჩვენ გავაკეთოთ ერთი ნაბიჯი ქრისტეს, ერთი თუნდაც სანტიმეტრი გავაკეთოთ და უფალი აქეთ 100 გააკეთებს, 1000 გააკეთებს. ცხოვრება აქტიურად უნდა, ანუ სიფხიზლით, ნუ დარჩებით უსაქმოდ, ხო, იმუშავეთ, დაეხმარეთ სხვებს, დაკავდით სპორტით, მოერიდეთ ყველაფერს, თქვა, რაც იწვევს ფანტაზიას, გარყნილ ფილმებს, სერიალები, უბედურებები, ხო, ესეთი მუსიკა არის, მუსიკებია დღეს, ხო, ესე იგი შეიძლება გავგიჟდე 1 საათი რომ მოусმინო და ესე იგი როგორ უსმენენ თელი დისკოტეკებზე და ნუ ეს პართემა არის ახლა ამიდა რაღაცაზე რო ვისაუბრო, მაგრამ კაცო მე პიროვნებებზე კი არ ვსაუბრო, ღმერთმა დამიფაროს, უბრალოდ ფაქტზე ვსაუბრო, თვით ფაქტზე რაც არის, ხო? ეს გარყვნილი ფილმები, პორნოგრაფიები და ესე იგი რომ ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანგრევს ჩვენ შინაგან მდგომარეობას. წმინდა პაისი ათონელი წერს: ცოდვის თესლი სულიერად იზრდება, როცა გონება მოცლილია და გული არ ლოცულობს. დაეცი, ანუ ჩავარდი ცოდვაში, ადექი. თუ მაინც დაეცი, მაინც არ დანებდი, ადექი. დაეცი, ისევ ადექი. და ასე ჩვენ მე ხშირად ვამბობ ამას, რომ ადამიანები ჩვენ სულ ყველა ვართ სულიერ რომში. ქრისტეს მხედრები ვართ ჩვენ.
დავიჭრებით, დავეცემით ადექი, წადი ახსარებაზე, ეზიარე. მაგრამ ეს ახლა ეს არ უნდა იყოს იმის საწინდარი თქვა რომ ახლა რა თქმა უნდა მე უფალი მოწყალია მოსიყვარულე მამაა და რა თქმა უნდა მაპატიებს და ესე იგი წავალ დღეს ესე იგი ჩავიდენ მომაკვდინებელ ცოდვას და ხვალ წავალ ახსარებაზე ეს კატასტროფა არის ეს გმობა არის ერთგვარად რა იმიტომ რომ უფალი წესო ყოველი ცოდვა გესმით არ არსებობს ცოდვა არ არსებობს აი ხა ვინც მისმენთ რაც გინდათ ის გაიფიქრეთ ნებისმიერი ცოდვა ყველა ცოდვა ყველაფერი მიეტევება ადამიანს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ გარდა სულიწმიდის გმობა ეს რა არის სულიწმიდის გმობა ეს სახარებაში რო ამბობს უფალი ეს ის არის პირდაპირ ერთ-ერთი წმინდა მამები ასე გმარტავენ რომ ადამიანი შეგნებულად მე ვიცი რომ ეხლა ეს ცოდვა არის ხო მომაკვდინებელი ცოდვა არის და მე ვიცი რომ უფალი ესე იგი მოკლედ ერთი სიტყვით მე ვიცი რომ ეს ცოდვა არის და მე შეგნებულად მივდივარ ამ ცოდვაზე აი ეს არის გმობა ღვთის გმობა სულიწმიდის გმობა რომელიც არ მიეტევება ადამიანს ხო ეხლა შეიძლება ბატონო ისე ვიმეორე რომ უზურები ვარ სუსტები ვარ ადამიანი ყოველ ცხოვრებაში ყოველ წუთს ესე იგი შეგვიძლია რომ ვიღაცა არ გავიკითხოთ არ შეგვიძლია რომ ვიღაცა რაღაცაზე არ თქვათ ხო ჩვენი თავი მაგარი გონია და ესე იგი ის მეზობელი ცუდია მე კარგი ვარ ჩემი თანამშრომელი ასეთია მე როგორ შეიძლება ცუდი ვიყო მაგრამ ჩვენზე ვინმე ესე იგი რამეს თუ გვეწყვის ისე რაღაცა აბა გაბედოს ვინმე თქვა ესე იგი ხო იცით როგორც მარხვაში ესე იგი მარხვა რო არის ესე იგი მარხვაში შემიძლია ხორცი არ ჭამო მაგრამ შევჭამო მეზობელი ხო წარმოგიდგენიათ ეხლა რა მარხვაა მეგობრებო მოკლედ თქვენ არ ხართ მარტო უფალი ელოდება არა ახსნას არამედ მონანიებას მას სურს თქვენი გადარჩენა ვინც ძლევს მისცემს იჯდეს ჩემთან ერთად ჩემს ტახტზე გამოცხადება 3:21 ამიტომ მივენდოთ უფალს მიენდეთ უფალს და არ შეგცხვეთ უგცხვენიათ რაც შეიძლება ბევრჯერ ჩააბარეთ ახსარება შაბათ-კვირას წადით ლოცვა წირვაზე ნუ დაიზარებთ დეზიარეთ ვიყოთ ერთგულნი ქრისტეს მიმართ ერთგულნი და ხალი შეგვეწევა მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ მეგობრებო გთხოვთ გამოიწერეთ არხი გააზიარეთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ და დაწერეთ კომენტარები ამით დაეხმარებით თქვენ არხის და განვითარებაში და ასევე მეც დამეხმარებით რა თქმა უნდა გაიხარეთ დიდი მადლობა ამინ